კობა გააღე რა. ეხლავე. კეთილი. აქვე ვიყავით და გამოგიარეთ. თან ელინის ნახვა მინდოდა. მოდი რა, მოდი. ინარი. ოი, კეთი, როგორ ხარ? რამდენი ხანია არ მინახე ხარ? წამოყავს დაგალევინე. მადლობა საღამობით არ სულყავს. თან ელინის მოუწევი რაღაცები. კაი, მაშინ ჩაის ავადუღე. მოდი. იდეის ჩაიზე არ დავხდები. კეთი, როგორ გამიხარდა შენი მოსვლა? ხო? თან ისეთი რაღაცები მოგიტანე, ვიცი რომ ძალიან გაგიხარდება. მართლა? წამო განახებ. წამოდი, მამიკო, სამზარეულოში დავждებ, ხო? ფრთხილად წამოიყვანე, რა ფეხი დაფიქსირებული უნდა ქონდეს. იბაბანო. დიდი მადლობა. არაფერს. ესეთი ტექსი გავაკეთე დღეს დილით, რო არ გამისინჯათ არ შეიძლება. მე მახსოვს თქვენი კექსის გემო. მართლა? კი, გავსინჯა აუცილებლად. რაღაცა რო გთხოვ შეიძლება? სანამ აქ არ გთხოვ, ბებოს და მამას უთხარი, რომ მე კარგად ვარ და შემიძლია ცეკვა და კონცერტზე წასვლა. კარგი და მამიკო, მაგაზე ხო ვილაპარაკეთ. ეხლა დავждეთ და ისე მოусმინოთ კონცერტს. შემდეგზე ვიცეკვოთ. კაი რა. აი, მთელი დღეა ამას ვისმენ. აი, როგორ შეიძლება ფეხნა აღრძობმა ბავშვმა იცეკოს, აი გეკითხებით რა. ელფები ჩამოდიან ერთხელ და არა ყოველ დღე. უი, ელფების კონცერტზე მიდიხარ? იცი? ვინ არ იცის? გავიგეთ რომ ჩვენ ბებრები ვართ. დათო. ელენე თუ წმარად იქნები, იმიტომ რომ შენთვის მკვეთრი მოძრაობები არ შეიძლება, მამიკოს თუ დაუჯერებ. მაგ კონცერტის ორგანიზატორი არის ჩემი მეგობარი. და მე ვთხოვ რომ მორჩება კონცერტი ბექსტეიჯში აგიყვანოს. მართლა? კი. გინდათ ვაფშე არ გამინძრევი კონცერტზე. არა, ეგრეც არ არის ხო საჭირო. ეხლა ტექსი მივერთვათ და ჩაი დავი. პიტნი ჩაის ხო დალევ. სხვა ჩაი შეიძლება? არ მიყვარს პიტნა. კაი, მაშინ პიტნას ამათ დაუსხა. კაი. ცირა, მე მგონი კიდე უნდა გავიმეოროთ ხოლმე რა. შენ ისეთი მოძრაობები გქონია. მაგაზე ხო გითხარი. დამტილო დღეს. ჩემი მოძრაობებზე არაფერს მეტყვი და იმ შემთხვევაში ვიცეკვებ თქო. ხო, მარა. არაფრის თქმა შორის და კომპლიმენტის თქმა შორის ხო არის განსხვავება? ესე იგი კომპლიმენტს მეუბნები არა. კარგი, მე უნდა ავიდე, თორე დედაჩემს 1 საათის წინ მივწერე, სახლში მოვდივარ თქო. კარგი და მომწერ ხო? გოგა. შვიდება, რა გინდა? როგორ ხარ? კარგად შე? გაბრიელი როგორ არის? გაბრიელიც კარგად არის. კარგია. რა გინდა? არაფერი. შეიძლება მეზობელმა იმ დღეს მანქანა გამისვა და ვინ, ჩემო მეზობელმა ვინ? აი, წითურთმიანი გოგო. ლილუ? იცნო? კი, ცოტა ხანია გადმოვიდნენ და გავიცანი, რა ხდება? როგორია? ვინ, ლილუ? როგორი მეზობლები არიან? რა ვიცი, საკმაოდ საინტერესო ხალხია, მამა ბიზნესმენი. გოგა. რაში გაინტერესებს? არაფერი, ინტერესი უბრალოდ. აჰა. მოდი გოგა, ეხლა მე შენ მაგარ ჩაის გაგიკეთებ და შენ ინტერესების შესახებაც მომიყევი, წამოდი. არა, მე მაგვიანდება და დარწმუნებული ხარ? მე ვქნათ ეგ ამბავი ხო. აი.
კარგად. არა, ცოტა უცნაური გაწია, ხო? რა ფერს? რა ხდება, რატო ატეხა ამ ხელ ამბავენ ბიჭო? არ ვიცი ძო. უარი ხო არ უთხრა. არა, უარი, ამის თავი ნახდა არ ექნებოდა უარი რო ეთქვა. ისეთი პანიკით დამირეკა შენ ძმობას ვიცავარ, რავი ნერვიულობ რამე შარში არ იყოს. ხო და მეც მაგალითად ნერვიულობ. არი ტყვი რა მოხდა? რა ხდება ბიჭო, უარი ხო არ გითხრა. დამთანხმდა. გალბატონო, სოლი მომყავს. აი გალბატონო ბოდიში რა იცი. დაგვაზინეთ კაცო და მე რეიქორწინეთ, ვინახარ თქვენ? დიახ, კარგით, კარგი. ჩუმად სუჭის ცირცხლები. ბიჭო, ნუ გადამამტერებ ჩამეს დობლებს რა. ისმენეთ. რა ქენია, მას? ისმენეთ. კიდე მაგ თქვენთან ერთი პატარა საქმე. ნუ ეხა ერთ დღეში ამდენი ამბავი ცოტა ბევრი ხო არაა? ჩემი მეჯვარეები იქნებით თქვენ! აი, გენაცვალე. ამ ყველა როლი მოგვანიჭანა. ო, აბა თანამდებობა ძმაო, პასუხისმგებლობა. აბა რა, თქვენზე უკეთესი მეგობრები არც მყავს. კი ბატონო, იმის ხარ. აუ, ძმობას გაფიცეთ, მითხარი რა ხელი როგორ თხოვე. ობა. რა, კარგი საღამოა რა. კი, თან ძალიან გემრიელი კერძები გქონდათ. შენ დესერტი უნდა ნახო. რა სინჯული გაქვს? არა, მაგრამ აქებენ. და ერთად გავსუნჯოთ. გავსუნჯოთ. მადლობა. მე მართლა რა კარგად გამოიყურება. შენ გემო უნდა ნახო. გავსუნჯოთ, ხო? კი, შენ დაიწყე. აია. იცი, ნინი, მე დიდხანს ვემზადებოდი ამ დღისთვისო. და მინდოდა რომ მე თქვა, უფრო სწორად მეკითხა რომ ნინი, მიშველეთ რა, ეკიმი არის? მე მგონი რაღაც გადასწა, ნინი. ნინი. ცოლად გამომყვები? არის ეს ინტიმური დეტალებია და ჩემთვის დავიტოვებ. არა და რა საინტერესო იქნება ჩა. მიდი რა გითხრა. არა. ძალიან ნერვიულობდი. ნახე რა მედნიერია. კაი. ეს ყველაფერი კაია, მაგრამ მე უნდა წავიდე ძმებო რა. ელენი ჩემგარეში არ იძინებს. მამიკოს ველოდებიო იძახის და წავალ თქვენის ნებართვით. ხო, მეც უნდა გავიდე. მოკლედ ხვალ გნახავთ რა, ცეხში. და მე ქორწილში. კი, აი ბოდიში რა ქალბატონო, ბოდიში. წავედი. აბა თქვენ მიდი შენიც. აუ, ეს ვინ არის ბიჭო? ურა ბედნიერია ნახე რა. მიდი მეც გავიქეცი. ხო, მეც უნდა ავიდე. აი მიდი დაგნახავ. მიდი.
სულ ეს არის? ამ ეტაპზე მეტი ინფორმაცია არ მაქვს. გასაგებია, მაგრამ მეტი ინფორმაცია მჭირდება რა. მეტი ინფორმაციას მეტი ფული ჭირდება. ხო იცი? მალე ხომ იცი რომ